ვინმე იმ თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია ჩვენი ხელწერისთვის ქართული ოცნების, რომელიც დავაფუძნეთ, რა თქმა უნდა, მე ხმას ამოვიღებ. ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე რას ვფიქრობ? ასლაპარაკო. ბედნიერად გვაქვს საქმე. 100.000 არიპარავენ, მილიონები და ბევრი მილიონები. მომავალი კაი გვაქვს. რას აჩვენებს ეს? ძალიან ცუდად. და კარგს გასაჩვენოს მითხარით. ეს დილას უსმენდი, აი, განათლების სისტემას მოუღეს ბოლო, ხო? უკვე უღებენ თუ არა ბოლომდე. ეს თქვა ყველაზე მე კორუფციას მოელება გას. აი მას რა შეიძლება ბავშვებს რა უღოთ. რომელი ერთი? მარტო რატომ სპობენ განათლების სისტემას თქვენი? ძირითადია, მეგობარო. ძირითადია. თუ განათლებას მოусწროთ, მე აღარ აღჩება. ეს კობახიძე და პაპუაშვილი დაგჩება მარტო. ერაღად გვინდა ეგეთი როცა. ეგენ იცანებენ ეროვნულობას, სუვერენიტეტს, ყველაფერს, ქრისტიანობას. კი, კაცო, მაგრა. მე რა უნდა ვთქვა. მე კი არა ჭყონიას გაუგვირდა კაცო. ჭყონია გაოცდა კაცო, მე ვინა ვარ. ეს კორუფცია არ არის. კორუფცია სხვანაირია. მე მუშაობდი ადრეს და რაღაცები ხდებოდა. ეს კორუფცია იყო მაშინ, ეს კორუფცია არ არის. რა? ეს ძარცვა არის. ქვეყნის ძარცვა, ხო, კორუფცია სხვანაირია, რომ აი მარა თქვა ერთჯერ ქართულ ჯიგრულ პონჩიო, აი ეს იყო კორუფცია მაშინ. ახლა ეს ძარცვა რა არის, ახლა მითხარ სხვა თუ არის. ბოდიში მე თქვენ ესე მოგმართავთ, მაგრამ მე სხვანაირად არ მესმის. ახლა გამოვსწორდებითო. ეხლა კობახიძემ თქვა რომ კორუფციას ვაგრძვიო. კარგი, 13 წლის თავზე. 8 წლის განმავლობაში ღარიბაშვილი უმაღლეს თანამდებობებზე იყო. ახლა იჭერენ ვის? სულ მოადგილეებს იჭერენ. ეს რა არის ახლა ეს ფასადი რო შექმნეს კორუფციას დამწურის? რისთვის კიდე ჭირდება? რომ დამიჭირო. არა, ვის ხეშენ პენსიც. ჩვენ არ დაუშვით არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებლის მიღების იოტისოდენა ფაქტები, რამაც როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო. აი რა გვეშველება თქვენ უნდა გითხოთ მე ბებერი ვარ. ძალიან ნერვიულობთ რა გვეშველება და რა ეშველება ამ ქვეყანას. არ ვიცი. ძალიან აი თქვენ თუ ნერვიულობთ. არ უშველებთ ბატონო გურა. აი რა გამოვა. ერთად უნდა უშველოთ. არა, ჩვენ მე რა შემილია კი ახლა. ეს სიტყვა კარგია ხან რო ამბობს და ხო, ახლა თქვენ რომ მელაპარაკებით ესეც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრს ეშინია და მე კამერის გარეშე მელაპარაკებიან ესეც რა ფაქტ თვითონ ამბობენ და მე ვიმეორებ, მაგრამ თვითონ ამბობენ. მე მოვიგონე თვითონ თქვენს და მე დავიჯერე. კი, პროკურორმა თქვა ბრიფინგზე უპრეცედენტო მასშტაბის კორუფცია. პრემიერმა თქვა, გასო ყველა თქვა. რაღა მე ვარ ახლა. მაგრამ ეს ფასადია ბრძოლის ახლა შიდა კლანების გადანაწილება მიდის ახლებურად გადაინაწილება. ამოღება. საქართველოში დღეს რაც გააკეთა ევროპული ჩვენმა სააკაშვილმა და რასაც გვამატეს მუდამ გადასახადები კი ბატონო. თუ გნებავთ ელექტროენერგიაზე გადასახადი, ახლა წყალით შემოდის და გადასახადი ევროპულს უთოლდება, გაზზე გადასახადი, მაშინ როდესაც მაქსიმუმ ნახევარი უნდა იყოს იმისა, რაც არსებობს დღეს და იმის დაწევა შეიძლება და ძალიან სწრაფად ამას მოახერხებთ. გადასახადები მოაღლეს ასეებლებში, ყველგან გადასახადები გააკეთა ევროპული. რის სიბრალია რომ ასეთ კორუფციაშია ქვეყანა? ალბათ მთავრობის. სულ სხვა რეალობას გვირდებოდა 2012-ში ბიძინა ივანიშვილი ალბათ გახსოვთ. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას. ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას. ლისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს. უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებელობას. რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისაგან. არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან. რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისაგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესებისაგან. დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს. შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის
პირობებს. რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნეს და სოფლის მეურნეობას, დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომის უფლებებს. რაც მოხდა, მაგას არაფერი ეშველება წასულ დროსაც. თუ ახლა გამოსწორდება, კარგი იქნება. გააქვთ იმედი რომ გამოსწორდება? ნაკლებად მეიმედება, მაგით ვამბობ. კარგი, დიდი მადლობა. აი თქვენ მოქალაქეს რა ემოცია გიჩნდება? მაგვიანდება რა ძალიან. თქვენი აზრით რა დამეუფლება? აი რას გრძნობთ რომ გაბრაზებას რა თქმა უნდა. არ მოგწონს ივანიშვილი. კი ბატონო, მე შემიძლია ოდესღაც თუ რამე ისეც მეთქვიან, ბოდიშსაც მოიხდა. რას ფიქრობთ ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე? არ მაინტერესებს. რატო? თქვენს პულს იპარავდნენ. ფული რომ მოგპარათ ღარიბაშვილმა, არ გაინტერესებს? აი მე შემეში რა. 6 მილიონი ნახევარს ინახავდა ბინაში. თქვენს პულს. თქვენი ჯიბიდან ამოღებულ პულს. და რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულებთ. სად იყვნენ აქამდე, ახლა გაიგეს? 8 წლის განმავლობაში უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა ღარიბაშვილი. მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ აქამდე არ იცოდნენ ეგ ამბავი. ეხლა ფასადურად ბრძოლა რატომ დაიწყეს? ვითომ კორუფციას ებრძვიან? არ ვიცი, ალბათ ხალხის გულის მოგება უნდათ. ალბათ, არ ვიცი რა გითხრათ. იმდენად მასშტაბური იყო, ვერ დაიმალებოდა? რა ვიცი, რა სულ ლაპარაკობდნენ ამაზე. სულაც არ იყო დამალული. თუ ჩემნაირი უნდათ, აგერუტებ თელგუნს ჩემნაირებს. ვიდრე პროკურორი გვეთყო და თქვენ გქონდათ ეჭვები, რომ კორუფციაში იყო ჩაფლული ოცნება? არა მარტო ოცნება. კიდევ ვინ? თუნდაც ოპოზიცია, სულ ყველანი კორუფციაში არიან ჩაბმულები. ოპოზიცია აი რა კუთხით? აი რა კუთხითაც ისინი, იმ კუთხით. ერთ საქმეს აკეთებენ სულ ყველა. რა გვეშველება მაშინ? ხელისუფლება კორუმპირებული, ოპოზიცია კორუმპირებული, ვის მიმართოთ დახმარებისთვის? დახმარებისთვის? არ ვიცი, ვის მიმართოთ, ვეძებთ ალტერნატიულ ძალას, ალბათ. ალბათ მოვა, ოდესღაც, რა ვიცი. რა გითხრათ? სხვა განსხვავებული მესამე. ყველაზე დიდი უსამართლობა ის რომ საკუთარ სამშობლოში ხალხს სამსახურის შოვნა არ შეუძლიათ და არ შეუძლიათ პროფესიის მიხედვით დასაქმდნენ. ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე რას ფიქრობთ? არ ვეხები, არ მაინტერესებს. როგორ თქვენი ჯიბიდან ამოიღეს ფულები, თქვენ მოგპარეს? ვიცი ყველაფერს. და რატომ არ გაინტერესებს? არ მაინტერესებს. არ გაინტერესებთ თუ არ გინდათ საჯაროდ ლაპარაკი? არა, საჯაროდ კომპეტენტები მოგხარ. თქვენი ჯიბიდან ამოიღო მაღალჩინოსანმა ფული, თქვენ მოგპარათ, თქვენთვის განკუთვნილი თანხები მიითვისა. ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. არა, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და მე არ მაინტერესებს. თქვენ ფულს რომ იპარავენ? ქვეყანაზე ვინც კი მოდის მაღალჩინოსთან და მთავრობა აბსოლუტურად სულ ყველა ერთ იგივე საკეთებს და ეხლა თქვენ კონკრეტულ პიროვნებაზე რატო საუბრობთ? მთავრობაზე ვლაპარაკობ. სულ ყველა ეგრეა, რაც მე დავიბადე და გავიზარდე. და მე არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. რა რომ ვილაპარაკოთ რა შეიძლება? როგორ არ შეიძლება, რომ არ ვილაპარაკობთ, ამიტომ არ იცლება. არ მოკოპეთ. უთქვენოდ ვერ გავარკვეთ, ხალხის ზალა უნდა აჩვენოთ. 21 საუკუნეში საქართველოში ამამა ხალხს უგზალავენ სახლიდან გამოვიდნენ და თავისი საკუთარი აზრი გამოთქვან. მეტი სირცხვილი რა უნდა გქონდეს? კორუფციაზე რას ფიქრობთ, რასაც ახლა ვაკვირდებით? რაც გძნობთ, როცა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით იგებთ, აი ფაქტები რაც გასაჯაროვდა. ნერვიულობ, მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, აი მაგაზე გული მისკდება. რატომ თქვენ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება? არა, ვაკეთებ რა, გასულა და ის კი შემიძლია, მაგრამ არ გამოდის არაფერი და გამოვა თუ ბევრი ვიქნებით. კი, ბევრი თუ ვიქნებით, ნამდვილად გამო, მაგრამ რო არა ვართ ეგ მაგაზე მისკდება გული. ასე როგორ მოიკიდა ფეხი კორუფციამ ასეთი მასშტაბით? 6 მილიონი ნახევარ დოლარს ბინაში ინახავდა ღარიბაშვილი. აი მე განაცვალე კარგი და ზღაპრები ვერ გავიგე, მაგათი ისა რას ქვია, როგორ ინახავდა. როგორ მოახერხეს? თვითონ პროკურორმა თქვა, რომ უპრეცედენტო მასშტაბის კორუფცია აქვს, თან გვაქვს საქმეო. ეხლა არა. იმ თავიდან ეგრე ვართ.
კორუფციასთან დაკავშირებით როცა იგებთ, რა ემოცია გიჩნდებათ? ძალიან ცუდი ვარ ყოფითი. რატომ მომძლავრდა ასე კორუფცია თქვენი აზრით? არ ვიცი, ალბათ უყურადღებობით და ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ მადლობთ, კარგად იყავით. ძალიან ბევრი ადამიანი იკავებს თავს ამ თემაზე საუბრისგან. რატომ? ძალიან დიდ პატივს ვსვამ თქვენს ტელევიზიას. მაგრამ ლაპარაკი არ გინდათ? მე ლაპარაკი არ მინდა, სულ თქვენ გიყურებთ. მადლობთ. მადლობა. მე ვფიქრობ, რომ არანაირი კითხვა აღარ რჩება. ამდენი ძარცვა, ამდენი პირდაპირ არ ვიცი, იცით 6 მილიონ ნახევარ დოლარს ინახავდა ბინაში ღარიბაშვილი. ღარიბაშვილზე, რომელსაც მე დაუტოვე ჩემი თანამდებობა და ამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ შენი პრობლემა იქნება, შენი ნათესაები, საზოგადოება არ გააღიზიანა. პრინციპში ბიჭებს ყოველდღე ვახსენებ, რომ უფრო დინჯად მოიქცნენ. ამ ხრივ მას ჰქონდა გამოწვევები და თქვენ კარგად იცით. რასაკვირველია და მარტო ღარიბაშვილი ხომ არა, უკვე თანდათან უფრო ემატება და ემატება. მე მგონი ეს პროცესი ცოტა გადაცდა და უფრო დროზე ვერ გაკეთდა რეაქცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი საშინელება არ მომხდარა. თვითონ ღარიბაშვილმა გააცნობიერა, ნახა რომ ესე აღარ შეიძლება და არ ვარგა, მოусმინა საზოგადოებას და მან გააკეთა დასკვნები. აქამდე როგორ მივედით 2012 წელს ალბათ გახსოვთ ივანიშვილის დაპირებები და 13 წელი ამ მმართველობაში აქედან 8 წლის განმავლობაში იყო მაგალითად ღარიბაშვილი უმაღლეს თანამდებობებზე და კორუფცია არ არისო ჩვენ გვანძღავდნენ ჟურნალისტებს როცა ვეუბნებოდით რომ აი რაღაცა საეჭვო ფაქტები იკვეთებოდა. კი ბატონო, რასაკვირველია, მაგრამ ისინი ახლა დღესაც რასაც ლაპარაკობენ ეს ხომ არ არის რეალური, ხო? ასევე შენიღბული იყო ეს ყველაფერი, ახლა რატომღაც უკვე თანდათან სკდება. იცით რა, მე მგონია რომ აქ რაღაც დიდი თამაში მიდის. ეს აზრი არსებობს რომ ახლა ამ კორუფციას ისევ სხვა ჯგუფები ინაწილებენ და ძველებს ასე ვთქვათ ანადგურებენ რომ მათ უფრო მეტი დარჩეთ. კი ბატონო, ეს იყო ძალიან არის უფრო სწორად დიდი გათამაშება. აი უბრალოდ ძალიან გული მტკივა, იცით, რატომღაც მეგონა რომ ჩვენ რაღაც უფრო ძალიან წინ წავიდოდით. ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა. ჩვენ გვახსოვს 2012 წელს ამბობდა ხალხი რომ ბევრი ფული აქვს ჩვენ არ მოგუპარავს და აი ააშენებს, აყვავებს ქვეყანასო. რა არის იცით, ძალიან გული მწყდება რომ კიდევ ვერ მიხვდა ეს ხალხი სად ვართ და ვის ხელში ვართ. მართლა გაოცებული ვარ, იცით, ვერაზროვნებს ეს ხალხი თუ აი რა უნდა ვიფიქროთ პირდაპირ აი და შიშია საზოგადოებაში ძალიან დიდი. ახლაც ამ ქუჩის გამოკითხვის დროს ძალიან ბევრი ადამიანი უმეტესობა მეუბნება უარს და მე როცა კამერას გამოვთავთ მელაპარაკებიან რომ თან გიგზნობთ გულშემატკივრად, მაგრამ საჯაროდ ვერ ვიტყვით. იცით რაშია საქმე? აი თუ ჩვენ ხმარ ამოვიღეთ და გავჩუნდით, ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ჩვენ აღარ ვარსებობთ. გამომდინარე აქედან ყველა ნორმალური ადამიანი, რომელიც ნამდვილად ჩაწვდება ამ სიტუაციას, აბსოლუტურად ყველანი უნდა ვიყოთ მობილიზირებული, რომ როგორღაც დავიბრუნოთ ის ჩვენი ქვეყანა. და გამომდინარე იქედან კიდევ თლად გავგიჟდი, იმიტომ რომ ეხლა რაღაც ინვესტიციას აკეთებენ, წარმოგიდგენიათ ეს ხო საშინელება. ჩვენ ვინ ვართ? ყველა თავზე გვაზის. პირველი წლიდან დაიწყება და უფრო გვიან გაძლიერდება და დაიწყება შემოდინება ჩვენი ემიგრანტების. ჩვენ დაგჭა ბოლო იმედი და ბოლო წლები. 1-2 წელიწადში და რამდენიმე წელიწადში, სულ 3-4 წელიწადში ბოლომდე არც ერთი ემიგრანტი საზღვარგარეთ, ვისაც რა თქმა უნდა იქ მეცნიერული მუშაობა ან პროფესიონალური მუშაობა არ გააჩნია ისეთი საქმიანობა, რომ აუცილებელია ურთიერთობა და ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად, სანამ კიდევ დრო არ დაგვიკარგავს, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი თანამოქალაქეები. ღარიბაშვილს არავისთვის არაფერი მოუპარა. 6 მილიონ ნახევარი დოლარი ბინაშიედო. ბინაში ედო. ბინაში edო. ჩაუდე? რა იცი? ვინ ჩაუდო ხო? მე არ ჩამედი. 6 მილიონ ნახევარი დოლარი ჩაუდეს ბინაში. რა უნდა ვაპარაკო? თქვენ ვინ გეკითხავთ? მე არ მეშინია, პენსიონერი ვარ. აი მელაპარაკება და კიდე ერთ რამეს გეტყვით, ესა მამაჩემი იყო რეპრესირებული და 7 ლარს, არა, საერთოდ 7 ლარს ვიღებ დამატებას. ამას რა ქვია? ამას გვირდებოდათ ივანიშვილი 2012 წელს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას და მისი ტემპების ზრდას, პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული. ამას შეიძლება საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. უახლოეს 4 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ 4 წელიწადში საქართველოს იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში. გადამიღეთ სურათი, გადამიღეთ. მე არ მეშინია. 7 ლარს წამართმევენ? კი ბატონო, აი. ხო, აქ ბევრი ადამიანი ნახე, ვისაც ეშინია სამწუხაროდ და 2012 წელს ივანიშვილი სხვა რამეს გვირდებოდა. რომ ეს შიში ხალხში გაქრებაო, გაუმდიდრდებითო, უფასოფული ექნებაო. რა ვიყიდო? პასტა ვიყიდო კვილების თუ ტუალეტის ქაღალდი. აი ამას ეს არა? აი პენსიონერებმა როგორ უნდა ვიცხოვრონ ფული? ყველა ოჯახს უნდა კონდეს, ყველა პიროვნებას უნდა კონდეს მისი შესატყვისი და ღირსეული შემოსავალი. რატომ არ იზრუნა ხალხზე, რას ფიქრობთ? მე რა ვიცი რატო? იმიტომ რომ თავის თავზე ზრუნავს. გახსოვთ 2012 შეამბობდნენ, იმას ბევრი ფული აქვსო, ჩვენ გაგვამდიდრებს, თვითონ არ მოიპარავსო და რა ვნახეთ, კორუფცია არის უპრეცედენტო მასშტაბით. თვითონ პროკურორმა თქვა, ასეთი მასშტაბის კორუფცია არ ყოფილა არასდროსო. კაი, არ გინდათ რა, ივანიშვილი მოუაროს თავის თავს და თავის შვილებს. არ შემიძლია ლაპარაკი. აი ბევრი ამბობს ამას, რომ არ შემიძლია ლაპარაკი და მიზეზი შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არ საჯარო დამაზე ლაპარაკი. მიზეზი არ არის. ნუ ეს მე თვითონ ვიცი რაც ხდება და რაც არ ხდება, მაგრამ ლაპარაკი ამის აფიშირება არ მინდა ჩემს ასაკში 80 წლის ვარ.